ხელისუფლება ახალი არჩევნების გამართვას არ გეგმავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის ფარგლებში გაერთიანებულები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მსჯელობ. Სატყვარა მომრჩევლისთვის თუ უცხოელი აქტორებისთვის რამდენად რეალისტურია მსჯელობა კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე იმ პირობებში, როცა ოპოზიცია იმაზეც კი ვერ თანხმდება, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. მართული პარტია 4 ოქტომბრისთვის ემზადება და ამომრჩევლის მხარდაჭერის გაზომვას და ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებას აანონსებს, რას აპირებს ქართული ოცნება იმ შემთხვევაში, თუ კი ბარიერ გადალახული ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. ამბობენ, რომ 2020 წლისგან განსხვავებით დათმობა არ იქნება და ოპონენტებს არც ამ საკითხით ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემენ. ვინ მოიგებს ოპოზიციის პროტესტით და ბოიკოტით? რას შეცვლის საგამოძიებო კომისიის დასკვნა და საკონსტიტუციო სარჩელი ოპოზიციურ სპექტრში? აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე ვსაუბრობთ. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ირაკლი კირცხალია ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, მადლობა რომ დაგვიწვით დრო. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, პირიქით დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ირაკლი, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ საგამოძიებო კომისიაზე უმძიმეს ისტორიებს, ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს პროცესს. დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა პეტრეცის კარიშვილმა თქვა, რომ მიმდინარეობს ისტორიის გადაწერა. მინდა ციტატა წავუკითხო ჩვენს მაყურებელს. ეს საგამოძიებო კომისია ემსახურება ორ მთავარ ამოცანას: საქართველოს დადანაშაულებას ყველაზე წარმატებული 9 წლიანი პერიოდის მონათვლას თითქოს მაშინ დაიქცა ქვეყანა. ეს იყო მთავარი უბედურება. საზოგადოებამ იცის თუ რამე წარმატებას მიაღწია სიბნელიდან, ჭაობიდან ამოვიდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა სწორედ 2004 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე პერიოდი. ამიტომ ამ ისტორიის გადაწერა უნდათ, ამ მეხსიერების შეცვლა უნდათ, ამბობს პეტრეცის კარიშვილი და ასევე აცხადებს, რომ გსურთ საქართველოს დაბრალდეს ომის დაწყება. თქვენთვის რა ჩვენა პროცესმა საინტერესოა, რომელიც ორ თვეზე მეტი არის უკვე რაც მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიაში? პირველ რიგში ბატონი პეტრეს მეგონი ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. ხო, აღარც ვიცი უკვე იმდენ ფლანგად არიან გაშლილი, ვინ რომელ ესე ვთქვათ დანაყოფში არის და ვინ რომელ გაერთიანებაში, ვის რომელ გაერთიანებაში მოუწია ესე ვთქვათ ოპერირება და პოლიტიკურ ველზე და ასპარეზზე. რაც შეეხება ისტორიის გადაწერა კი არ მიდის. ისტორიის გადაწერა და ახალი ქართველის შექმნა უნდა ზუსტად იმ რეჟიმს, რომელ რეჟიმსაც ის წარმოადგენდა 2012 წლამდე და 12 წლის მერე. ასევე იმ რეჟიმის გადმონაშთია ეს ბატონი, ვისი ციტატაც, ესე ვთქვათ, წავუკითხეთ ახლა თქვენ ჩვენს ტელემაყურებელს, ხო? ეხლა რაც მიმდინარეობს, ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი საკანონმდებლო ორგანოში. ნამდვილად არ დავიღლებით არც ერთი ეთერიდან, არც ერთი ტრიბუნიდან, არც ერთი პირადი შეხვედრიდან ქალაქში, რეგიონებში და ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ძალიან დიდია ყურებადობა და ძალიან დიდია ინტერესი ამ საგამოძიებო კომისიის მიმართ, ჩვენ ყოველთვის მოუწოდებთ განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ, ესე ვთქვათ, ამ პროცესში. ხედველობაში გვაქვს რომ ადევნონ თვალყური. კი არ მიმდინარეობს გადაწერა, არამედ მიმდინარეობს იმ დამღუპველი ისტორიის აღდგენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რასთანაც ჰქონდა საქმე 2012 წლამდე. მიმდინარეობს კიდევ ერთხელ ილუსტრაცია იმ სისასტიკის, იმ წამების, იმ რეკეტის, იმ ქვეყნის პირდაპირ ღალატის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. განსაკუთრებით როგორ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ან ესე ვთქვათ რებრენდინგული ნაციონალური მოძრაობის ესე ვთქვათ ფრთის წარმომადგენელს კონდეს ენა მოუბრუნდეს საერთოდ ომის დაწყებაზე, როდესაც თან ქართული ოცნების მიმართ რომ ესეთი ესე ვთქვათ ბრალდება კონდეს, როდესაც ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ორ უმაღლეს ინსტანციაში, საერთაშორისო ინსტანციაში, აი მათ მოღალატეობრივ იმ რეზოლუციის დათანხმებას, ხელმოწერას, იმ დასკვნის დათანხმებას რეალურად წერტილი დაუსვა და რეალურად დაერქვა ერთხელ და საბოლოოდ უაპელაციოდ რუსეთს ოკუპანტი. ასე რომ აი ეს მათი ესეთი საუბრები, არ ვიცი, ალბათ თავიანთ ამომრჩეველზე აკეთებენ გათვლას, რომელიც დღითი დღე მცირდება, მე ამაში ხმად ვარ დარწმუნებული, ვინაიდან აყვირდებიან მათ ესე ვთქვათ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ვიხდი ქალბატონმა, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ვიცით რომ ვადა გაგრძელდა ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზების და ობიექტური მიზეზების გამო და ასე რომ დაველოდოთ იმ დასკვნებს, თუნდაც დღევანდელი ფაქტიც რო გავიხსენოთ, დღეს ორი ოჯახის წარმომადგენელი წარმოიდგინეთ, რა ტრაგედია აღიდგინა დღეს ჩვენმა ქვეყანამ ეგრეთ წოდებული ნავთლუხის ოპერაციით, რომელიც არის ცნობილი და აი მინდა სანამ თქვენთან მოვიდოდი ეთერში მიმდინარეობის დროს მე და ჩემი მეგობარი ვიჯექით საუბრობდით ის ჩემზე
ცოტათი უფროსია და უფრო ისე მოესწრო იმ მოვლენებს და მახსოვს აქტიური მონაწილე იყო ასევე ყველა იმ საპროტესტო აქციის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმდინარეობდა იმ მძიმე წლებში და მახსოვს რომ იყვებოდა, როდესაც მივედით მეორე დღესვე შემთხვევის ადგილზე, სისხლიც კი არ ქონდათ წარმოიდგინეთ მორეცხილი და მოწმენდილი ბიჭების, რომლებიც დახვრიტეს, რომ საჩვენებლად სადგურის ტერიტორიაზე ყველას ენახა, თუ რა რეჟიმთან ქონდათ და თუ როგორ სისასტიკეთა ქონდათ. აი ესეთ ტერორში აცხოვრებდნენ თავიანთ მოქალაქეებს და დღეს კიდე პრეტენზია აქვთ, რომ რაიმე პოლიტიკური აქტივობა ქონდეთ და რაღაცა პოლიტიკაში თავისი სიტყვა თქვან. უბრალოდ ამას ვზენია ყველაფრის მოსმენა მათი მხრიდან. ამ კომისიით მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ასე შემდეგ. ეს არის უკვე მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელმაც კრიმინალების კონტრრევოლუცია უწოდა კომისიის მუშაობას. რა კონკრეტულ შედეგს უნდა ელოდოს ამ შემთხვევაში საზოგადოება კომისიის მუშაობისგან? ესეც ალბათ ბატონი სააკაშვილი, როდესაც ესეთ შეფასებას აკეთებს, რომელიც იყო მთავარი კრიმინალი. მისი, ასე ვთქვათ, ხელისუფლების პერიოდში და შემდეგ ცდილობდა ყველანაირად, სანამ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც არის დღეს და აღსრულდებოდა სამართალი მის მიმართ, იქიდანაც კი ცდილობდა, რომ მაქსიმალურად ყველანაირად ანტისახელმწიფოებრივი საქმე ეფინანსებინა და ეკეთებინა ჩვენ ქვეყანაში თავისივე, ასე ვთქვათ, აგენტებზე დაყრდნობით აქ და გვახსოვს მისი შემოსვლაც და მისი გეგმების, თუ რა მიზნით შემოიპარა არაჟნებთან ერთად ყოფილ პრეზიდენტად წოდებული. რაც შეეხება მის განცხადებებს, ამაზე უბრალოდ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი როგორ გითხრათ რა, არათავსებად ამასთან, ხოლო რაც შეეხება რას ველოდებით ჩვენ საგამოძიებო კომისიი და ველოდებით იმ ყარ-დასკვნას, რომელსაც ძალიან სკრუპულოზურად შეადგენს საგამოძიებო კომისია და რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დასაყრდენი ჩვენთვის, ქართული ოცნებისთვის, რომ ჩვენ წარვადგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოში მყარი სარჩელი აი ამ მართლა მოღალატეების და მოძალადეების წინააღმდეგ და ერთხელ და საბოლოოდ ჩამოცილდნენ ქართულ პოლიტიკას აი ეს მავნებლები და ეს აგენტურული ქსელი. ეს არის ამ ყველაფრის მიზანი. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ბატონო ირაკლი, კიდევ ერთი საკითხი, ამ შემთხვევაში გულისხმობ სალომე ზურაბიშვილს და მის წინააღმდეგობის პლატფორმას და ამ პლატფორმის ფარგლებში გაერთიანებულ კოორდინაციაში მყოფ ოპოზიციურ ძალებს. აი ამ კოორდინაციაში მყოფმა ოპოზიციურმა ძალებმა ერთგვარი გადაწყვეტილება მიიღეს, ცხადია სალომე ზურაბიშვილის თაოსნობით, რომ ახალი არჩევნების პირობებში შექმნიან კოალიციურ მთავრობას. თქვენი შეფასება მაინტერესებს, მოლოდინი მაინტერესებს, როგორია მართლული გუნდი ერთის მხრივ აცხადებს, რომ ახალი არჩევნები არ იქნება და შემოდგომით უნდა ველოდოთ მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებს და პოლიტიკური რესურსი ოპოზიციის თქვენ გადმოსახედიდან როგორია? რაც შეეხება პოლიტიკური რესურსი კოლექტიური ნაცმოძრაობის, აქ არ არსებობს არანაირი ცალკე მდგომი სალომე ზურაბიშვილი, არც ის რაღაც გადაბრენდილი სხვადასხვა ფერებში დანაყოფები, ვითომ პარტიებად წოდებული არ არსებობს ეს ცალკე მდგომი პარტიები, ყველამ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის დაკვირვების შემდეგ კარგად იცის. თუმცა ნაციონალური მოძრაობა გამოიყო ერთგვარად ამ პლატფორმაზე. მივალ ნამდვილად მაგ თემამდეც, უბრალოდ არ არსებობს ესენი ერთი დედა პარტიის შვილები არიან, ერთი დიდი აგენტურული ქსელის, ეს არის ნაცმოძრაობა. ეხლა რაც შეეხება რატომ ამბობს მაგალითად ნაცმოძრაობა დღეს ერთს, შემდეგ აკეთებს მეორეს, ვთქვათ ფედერალისტები, არა აქვს მნიშვნელობა ახალი, ჯერ თვითონ სახელიც ახალიც ისეთია რა. როგორ გითხრათ, შეურაცხყოფის მიმყენებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, რასაც ეტყვიან თავიანთი პატრონები ზუსტად ისე მოიქცევიან. ერთგვარ დივერსიფიცირებას ვხედავთ აი ამ აგენტურულ ბაზარზე, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, მათი პატრონების მხრიდან, ესე იგი ერთ ფლანგს პირობითად ათქმევინებენ, მოასინჯინებენ ერთ სცენარს, რო იღებენ მონაწილეობას, მეორე ფლანგში უნდა ვნახოთ რაღაც დაპირისპირება უნდა ნახოს საზოგადოებამ, მესამე ფლანგი თითქოს საერთოდ ემიჯნება ამ ორ ფლანგს და რაღაც ცალკე რაღაც მოძრაობებს ქმნის. ეს არის ერთი დაკვეთის დივერსიფიცირებული სურათი. ეს კარგად უნდა გაიგოს საზოგადოებამ და ეს ჩვენ საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. რომელ სალომე ზურაბიშვილზე გვაქვს საუბარი, მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი და ყველას კარგად შევახსენებ. არ მინდა შორს წავიდე და შორ რეტროსპექტივაში წავიყვანო ჩვენი საზოგადოება, ის ღია წერილი. სადაც პირდაპირ სცენარი იყო გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული ეს დანაყოფი. ასე რომ
ეკონომიკურ კოლაფსზე და ამ ცრუ აღქმებზე და მაქსიმალურ ყველანაირ ქმედებებზე, რომ ეკონომიკური დესტაბილიზაცია მოყოლოდა ამ ქმედებებს ჩვენს ქვეყანაში, ხო, რაც არ გამოვიდათ. ასე რომ რა დავალებაც ექნებათ, ამ დავალებას შეასრულებენ. ეხლა ჩვენ ხედავთ დივერსიფიცირებულ თამაშს სხვადასხვა ფლანგის. როგორ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ? ეს არის როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ეგრეთ წოდებული გამომდინარე და არა განპირობებული მაგალითად შიდა კონკურენციით თუნდაც. სრულიად შეთანხმებული, და უბრალოდ კიდევ ერთხელ მესამე ვიმეორებ. უბრალოდ ხედავთ აგენტურულ ბაზარზე დივერსიფიცირება სხვადასხვა დანაყოფის. თორე სცენარი არის ერთი. რომელი ფლანგის დაწინაურდება დივერსიფიცირების არსიც ეს არის სწორედ რომ რომელი ფლანგის დაწინაურდება ფსონი დაიდება იმ ფლანგზე და შემდეგ საბოლოოდ ის დაწინაურებულ ფლანგს მისცემე შემდეგ დავალებას ესე ვთქვათ ჩამორჩენილი ფლანგიდან ვინ რომელ ბანაკში გადავიდეს და ვინ იყოს ლიდერი. ეხლა რა შეიძლება სალომე ზურაბიშვილს უბრალოდ რაგი კომიკურია მათი ქმედებები ხო დიპლომატიური კორპუსის გაგვკვირვებია მაგრამ უკვე აღარ გვაკვირვებს და მე არ მინდა სათითაოდ შევეხო სულ ყველა სიტუაცია ჩვენი გაცხადებული პოზიცია რომ ჩვენ პიროვნულად ნამდვილად პრეტენზია არ გაგვაჩნია არც ერთ მათგანთან ჩვენ გაგვაჩნია პრეტენზია მათ პოლიტიკასთან იმ პოლიტიკასთან რომელიც მოდის და ისინი გამტარები არიან თავიანთი ქვეყნებიდან ხო როგორ მარტო ევროკავშირის ელცე ვთქვა ხო 28-ის განცხადების შემდეგ პრემიერის ხო მისი განცხადება ხო იყო ეს სრული დეზინფორმაცია და სრული საზოგადოების როგორ გითხრათ სრულ ახმაში შეყვანა ცდელობა ყოველ შემთხვევაში ხო ეს ყველაფერი ამ ყველაფრის შემდეგ როდესაც ეს დიპლომატიური კორპუსი მიდის სალომე ზურაბიშვილთან ფანჩატურის 3 თუ 4 უკვე აღარ ვიცით სათვალავი აგვერია ყველას და აქ ხდება რაღაც სხვადასხვა დანაყოფთან ერთად და განიხილავენ რაღაც რიგარეში არჩევ რომელ რიგარეში არჩევნებს განიხილავენ რა საფუძვლით განიხილავენ ეს ხო არის უბრალოდ აი მორმაგი სტანდარტის ნიაღვარი რომელიც მოედინება განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და ამ ყველაფერს რაც თავარია ჩვენი საზოგადოება აკვირდება და ჩვენი საზოგადოება ნათლად აღიქვავს თქვენ კითხვაში ასევე იყო რეიტინგებთან დაკავშირებით ხო განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ პერიოდში და წინა საარჩევნო რამოდენიმე თვის პერიოდში როდესაც ჩვენმა ქართველმა საზოგადოებამ ნათლად ნახა თუ როგორ მიმდინარეობდა მათი წინა საარჩევნო კამპანია. ველზე ვერ გადიოდნენ. ყველა ვნახეთ ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც აქციებში, ანტისამთავრობო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. შემდეგ დიპლომატიური კორპუსის განცხადებები ამ ყველაფერთან, ან თუნდაც დუმილი. ყველა ვნახეთ ის ბრძოლა და პირდაპირ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა რუსთაველის გამზირზე და არა მარტო. ამ ყველაფერს ხო საზოგადოებამ უყურა. შემდეგ ყველა ვნახეთ ის რაღაც მართლა ღიმილის მომგვრელი რაღაც 300 და 400.000 ხმის ესე ვთქვათ გაყალბება, ჯერ 300 თქვეს, შემდეგ 300.000 ხმითაც კი გაყალბების შემთხვევაშიც კი ქართული ოცნება გამოდიოდა პირო გამარჯვებული, შემდეგ 400.000 ხმა, შემდეგ ეს რაღაც გაჟონილი ბიულეტენები, შემდეგ რაღაც ქურქიანი ქალბატონები, რომელიც თუნდაც ვიღაცას აიძულებდნენ საარჩევნო უბნებზე რომ ესე ვთქვათ ხმა მიეცათ ქართული ოცნებისთვის, აი ესეთი ტრაგიკომიკური ჟანრი შემოგთავაზეს. მათ და მათმა პატრონებმა, ხო? აი ამ ყველაფრის შემდეგ დარწმუნებული იყოს ჩვენი საზოგადოება და დარწმუნებულები ვართ, რომ მინიმუმ, ყველაზე მინიმუმს ვამბობ, რომ მათი რეიტინგი განახევრებულია. თითოეული ამ დანაყოფის და თითოეული ამ ფლანგის. ხოლო რაც შეეხება ჩვენ გაცხადებულ გეგმებს 64 მუნიციპალიტეტში, მაგრამ 64 მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ მეათეთ საიუბილეოდ საბოლოოდ დამარცხდებიან. და ამის შემდეგ საზოგადოება როგორც დღეს აკვირდება, როგორ მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისია, პირდაპირ ეთერში დააკვირდება თუ როგორ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელის წარმოება, რასაც შეიტანს ქართული ოცნება. ბატონო ირაკლი, თქვენ გაქვთ კვლევები შიდა კვლევების გულისხმობ ამ შემთხვევაში თუ ანური საფუძველზე აცხადებთ? ყველა პარტია რაღაც თავის კვლევას აკეთებს, დავკონკრეტებით კონკრეტულ კვლევებზე, მაგრამ განწყობები ხო ვიცით? ობიექტურად ხო ხედავთ, ხო ნახეთ? სად იყო აქცია დღეს სად არის აქცია? პირველივე დღიდან, სადაც მთელი ეგრეთ წოდებული deep state-ის მანქანა იყო ჩართული, რომ მაქსიმალურად კიდევ ერთხელ და ხშირად ვიმეორებთ ამ სიტყვას, მაგრამ სხვა არ არსებობს, აი ცრუ აღქმები, რაშიც აცხოვრეს ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდების ნაწილი, აი ეს ყველაფერი ხო ჩამოიშალა. ეს ყველაფერი ჩამოიშალა ისევ და ისევ მათივე თვითლუსტრაციით, მათივე პატრონების თვითლუსტრაციით, იმ ორმაგი სტანდარტის თხევით, იმ სრულიად გაუაზრებელი, გაუგონარი, ყველაფერს აცდენილი განცხადებებით თუ რეზოლუციებით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მზადდებოდა და იმ ყბადაღებული 300.000 ხმის გაყალბებით, ხო? ხალხმა ერთმანეთს გადახედა, მოვლენებს დააკვირდა, სოფლიოში დააკვირდა მოვლენებს, შეხედათ მისთან ჰქონდათ საქმე, როგორც წინა საარჩევნოთ, ასევე პოსტსაარჩევნოთ და უბრალოდ თავის თავს დაუსვეს კითხვა, რომ
ვის გვერდში ვდგევართ. არის თუ არა ეს ის ძალა რეალურად, რომელიც ძალას ჩვენ გვინდა და რომელი პოლიტიკური პარტიების ჩვენ გვინდა. მე ამაში ვარ დარწმუნებული ყოველ შემთხვევაში, მინდა რომ ჯეროდეს და კვლევა ერთია, მე საზოგადოებაში მათგან განსხვავებით ჩვენ დავდივართ, ხალხს ვდებით, ველზე გავდივართ, ურთიერთობა გვაქვს, კომუნიკაცია გვაქვს, ახალგაზრდებთან. მაშინ უკავშირებთ მაგალითად სალომე ზურაბიშვილის საკმაოდ ოპტიმიზმს პოლიტიკურ კონტექსტში გულისხმობ, როდესაც ის აცხადებს, რომ ქართულ ოცნებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რყევები არის და ძალიან ახლოს არის ოპოზიცია ახალ არჩევნებთან. ალბათ რომ რამდენი წელია ვისმენთ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, ესე იგი ჩვენი გუნდის რყევა, ჩვენი გუნდის დაშლა, მე რამდენი წელია ამ ყველაფერს ვისმენთ და მე რამდენი წელია უკვე საზოგადოებაც აკვირდება თუ რეალურად რა ფორმაშია ქართული ოცნება და როგორ ამთავრებს თითოეულ არჩევნებს, როდესაც არჩევნების დრო მოდის, ხო? ხა რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ოპტიმიზმს, ეს ხო ყველაფერი ფასადია. რა თქმა უნდა, ისინი რაღაც კონკრეტულ გეგმას ასრულებენ და ამ გეგმას ოპტიმიზმით, ესე ვთქვათ, დახატავ რაიმე გეგმის გამოცხადებით შთაბერავს სულს კვირიდან კვირამდე იმ რაღაც რაოდენობა დარჩენილ ამომრჩეველს და იმ პარტ-აქტივს, რომელიც პირობითად არის მათ დაქვემდებარებაში, ესე ვთქვათ, პარტიულ დაქვემდებარებაში და მათ პარტიულ სტრუქტურებში, ეს მათი საქმე და ეს მათი სტრატეგია, ხოლო რეალობა აბსოლუტურად სხვა არის და რაც უფრო მალე დაუბრუნდებიან რეალობას, რაც უფრო მალე აღიქვავენ რეალურად სად არიან, რა არის ხალხის დაკვეთა, რა არის ხალხის მოთხოვნა, რაც უფრო მალე შეხედავენ რა რეალობაა მსოფლიოში და განსაკუთრებით რა რეალობაა ჩვენს რეგიონში, მით უფრო მეტად, ესე ვთქვათ, მიხვდებიან თუ რეალურად სად ოპერირებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ჩვენი საზოგადოებისთვის აგენტის როლი და ხვედრი ძალიან მძიმეა. თუ რასაც უნდა აცნობიერებდეს, რასაც უნდა აანალიზებდეს, დარწმუნებული იყოს ყველა, რომ რას დავალებაც მოუვათ, სწორედ იმ დავალებას შეასრულებენ. ხალხმა მოიპოვა 61 მანდატი საქართველოს პარლამენტში და როგორ მოექცენ ამ 61 მანდატს, ესეც ყველამ კარგად ვნახავთ და ჩვენ როდესაც საუბრობდით რა გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ მათი რეიტინგი მინიმუმ განახორებულია, ერთ-ერთი ამომავალი წერტილი ესეც არის, როდესაც კიდევ აი ამ ყველაფრის შემდეგ რაღაც გარკვეულ ნაწილმა კიდე დაიჯერა, რომ პირობითად სხვადასხვა პარტიები იყავით, აი ეს დანაყოფები და 61 მანდატი მოგანიჭეს საპარლამენტო ორგანოში. და ამას შენ აესე აცამტვერებ და აესე შეურაცხყოფას აყენებ ამ ამორჩეველს, ესეც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და ინდიკატორია ამ ყველაფრის. ბატონო ერეკლი, კიდევ ერთი საკითხი ზურაბიშვილის და ნანოაშვილის შემდეგ რუს პრანკერებს რაც შეეხებათ, პრანკერების მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოზე უნდა გკითხოთ, რომლის ავთენტურობაც ამ ეტაპზე დადგენილი ცხადი არ არის. ისინი ამჯერად სავარაუდოდ პოლ მასაროს ესაუბრენ, რომელიც კონგრესმენ ჯო ვილსონის თანაშემწეა და საუბარია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც პოლ მასარო მაიდინის სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. საზოგადოებამ ასევე იცის ჯო ვილსონის განსაკუთრებით მკვეთრი და ხისტი განცხადებები, კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს ერთის მხრივ საქმე და რამდენად არის ეს ჩანაწერები თანხwebdriverში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან? თანხwebdriverს თუ ხედავთ? კი ბატონო, მომიწია ამაზე კომენტირება, როდესაც ეს გამოქვეყნდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ვთქვათ, საჯარო სივრცეში. ეს ყველაფერი ხარ რამდენად იქ ავთენტურობა არაავთენტურობაზე არ შევალ ამ ესე ვთქვათ წიაღშლოში, მაგრამ არ მგონია რომ არაავთენტური იყოს ეს ყველაფერი. უბრალოდ ერთ-ერთი თვითილუსტრაცია კიდევ ერთხელ იმისა, რომელსაც დიდი ხანია ვამხელდით ჩვენ 2022 წლამდეც და 2022 წლის შემდეგ უკვე მხილებაც აღარ დაგვჭირდა მათი სახეების. აქ ჯო ვილსონი მისი მრჩეველი და ჯო ვილსონის და მისი მრჩეველების რაირებზე კი არ არის საქმე და მათ ესე ვთქვათ ეს კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებზე, რომელიც ჯერ კიდე ჩარჩენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმართება იმ დიდი მანქანის მიერ და რომელიც გაორმაგებული ძალით იბრძვის უკვე ევროკავშირიდან, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ზოგადად რეგიონის მიმართებით, ხო? აქ ყველაზე აი როგორ ამაზრზემი და გულისამრევი ბოდიშოხტი ჩვენ საზოგადოებას სანახავი არის ის ხალხი, რომელიც აი ამათ ეტრფის და რომელიც აი ამათ სამსახურშია და სულ არ აინტერესებთ თუ საწავა თავის ქვეყანა და როგორ წაიყვანენ, უბრალოდ მიიღონ მათგან
დავალება და ეს დავალება ყურმოჭრილად ზედმეტი კითხვის გარეშე შეასრულა. აი ეს არის ამაზე ზენის სანახავი თუ ჯო ვილსონისნაირი დღეს ჯო ვილსონი იქნება, ხვალ შეიძლება შეცვალონ ჯო ვილსონი და სხვა სახელი და გვარი მოგვევლინოს. ევროკავშირი შეიძლება სხვა ლობისტური ჯგუფი მოგვევლინოს, ხო, რომელიც იმართება ამ დიდი მანქანის მხრიდან. აქ ყველაზე საშინელი სანახავი არის აი ეს აგენტურული ქსელი, რომელი აგენტურული ქსელიც ესე ვთქვათ მოღვაწეობს მათი ამ დიდი მანქანის დავალებით თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორ ესენი არიან ოპოზიცია, არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, ესენი არიან ქვეყნის ოპოზიცია. და მათი საქციელი ჩემთვის გასაკვირი არ არის, მათი განცხადებები ჩემთვის გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ისინიც თავიანთივე დამკვეთებიდან იღებენ დავალებას თუ რა დავალებები, რა მესიჯბოქსები და რა სცენარები უნდა შეუკვეთონ ჩვენ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყნებში, ხო? გავიხსენოთ ყველა ის სკანდალი, რომელიც ბოლო 2-3 თვის მანძილზე გამომჟღავდა და რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დღესაც ერთ USAID-ის და NED-ის შემდეგ თუ არ ვწდები თავისუფლების მშვიდობის ინსტიტუტი კიდევ ახალი საქმე ამოტივტივდა და ნახა დღის სინათლე, სადაც თურმე რაღაც კონკრეტულ შეიარაღებაზე იყო საუბარი და პირდაპირ აფინანსებდნენ თურმე სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა შეიარაღებულ დაპირისპირებებს და პირდაპირ ომებს. USAID-ის სკანდალი ნახეთ, NED-ის სკანდალი ნახეთ, ევროკომისიის აუდიტის დასკვნა ევროკავშირში, სადაც 70% გაუმჭირვალეა დიდი ფონდების, სადაც იხარჯებოდა სხვადასხვა რეგიონში არასამთავრობოებში, ესე ვთქვათ, განაწილებული თანხები და 30%, რომელიც გამჟღავდა და მოხდა აუდიტორულ დასკვნაში, აქედან აი 30%-ის 100% იხარჯებოდა არამიზნობრივად და რეალურად ხმარდებოდა კიდევ და კიდევ Deep State-ის, იგივე გლობალური ომის პარტიის იმ დაკვეთას, რომელიც დაკვეთაც მოდიოდა, ასე ვთქვათ, ცენტრალური ოფისებიდან, ხო? აი ამ ყველაფრის შემდეგ რა არის გასაგები? როდესაც საუბრობთ, რომ ოპოზიცია არის ქვეყნის ოპოზიციაში, არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაში. საინტერესო არის, რას აკეთებს ამ დროს მართველი გუნდი და როდესაც ამბობთ იმას, რომ გარე აქტორებისგან ხდება გარკვეული დაკვეთების მიღება ოპოზიციის მიმართულებით, ისინი იღებენ დაკვეთებს და შემდეგ ასრულებენ აქ უკვე ველზე, საქართველოში, როგორც თქვენ აცხადებთ, თქვენი მხრიდან რა გეგმები გაქვთ, როგორია თქვენი სტრატეგია, თქვენი მოქმედება აი ამ გარე აქტორებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რა გეგმები გაქვთ, თუნდაც იგივე მოკლევადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში? მოდით ორად გავყოთ, ისედაც ორი მიმართულება აქვს თქვენს კითხვას. პირველ რიგში რას აკეთებს ჩვენი გუნდი? ჩვენი გუნდი აკეთებს ყველაფერს. როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს მაქსიმალურად გამყარებული და დაცული. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს და სახელმწიფოებრივი იყოს დაცული და არაერთხელ მithქვას, რომ ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომლის პირობებში საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ისეთი დამოუკიდებელია, როგორც არასდროს. ხლა რას ვაპირებთ ჩვენს პარტნიორებთან? ჩვენს პარტნიორებთან არაერთხელ დაგვიფიქსირებია. პირველ რიგში, მოდით ასოცირების ხელშეკრულებით დავიწყოთ, ხო? ყველაზე გენერალურ და გლობალურ წილს შევხედოთ, რომელიც 60%-ზე მეტი ყველა მიმართულებით ტექნიკური მხარე შესრულებულია. ავიღოთ თითოეული ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკა იქნება, ჯანდაცვა იქნება, მედია თავისუფლება იქნება, სასამართლო კუთხით თავისუფლება იქნება, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევაში მოწინავე ადგილზე ვართ. არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის, არამედ ევროპის მოწინავე ადგილზე ვართ. ეკონომიკაზე საერთოდ საუბარი არ მაქვს, კვირა არ გავა, რომ უმნიშვნელოვანესი და ძალიან ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან არ დაიდოს, ესე ვთქვათ, პროგნოზი, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი, ხო? აი ამ ყველაფრის რა მოიტანა ეს ყველაფერი? იმ მშვიდობის პოლიტიკამ, იმ პრაგმატულმა პოლიტიკამ, იმ ცივი გონების პოლიტიკამ, რომელიც ქართულმა ოცნებამ აწარმოა, ხო? რა უპირისპირდება ამას? ამას უპირისპირდება ის Deep State-ის მიერ ხელდასმული ხელისუფალნი თუ არარჩეული ბიუროკრატები, რომელთაც უნდა თავიანთი სცენარი და რომელსაც უნდათ, რომ საქართველოს იქნება ნებისმიერი სახელმწიფო გამოყენებული იყოს პროქსი სახელმწიფოდ. ეს იქნება პროქსი ომი, პირდაპირ ცხელი ომი, რაც პირდაპირ აღიარებულია უკვე უკრაინა-რუსეთის ომში და ასევე თუნდაც ეკონომიკურ ომში, ხო, პროქსი. ნების სახელმწიფო ჭირდებათ ხელისუფლებები, რომელიც იქნებათ მათი ნებისმიერი დავალების შემსრულებელი. ვასალები ჭირდებათ და მონები ჭირდებათ, რაზეც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიო უარი თქვა. განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ და კიდევ ერთხელ ხასვათ, დღეს ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა არის, როგორ გითხრათ, კიდევ ერთხელ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმაღლეს დონეზე. ეს არის ყველაზე მთავარი. რას ვაპირებთ? ვაპირებთ ნებისმიერ ჩვენ პარტნიორთან და ჩვენს მეგობართან ღირსეულ
პრაგმატულ და ობიექტურ თანამშრომლობას და პარტნიორობას და არა ვასალურ პოზიციაში ყოფნას. ეს არის ჩვენი გეგმა, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი. ასე რომ ასევე ყველა დონიდან გაჟღერებული გვაქვს ნებისმიერ ქვეყანასთან, ჩვენ პარტნიორად წოდებულთან მზად ვართ განვაახლოთ და გავაგრძელოთ ურთიერთობა კიდევ ერთხელ ღირსეულ საფუძვლებზე, თავმოყარე საფუძვლებზე და თვისობრივად ახალი ურთიერთობები დავიწყოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველა ურთიერთობა. ჩვენი კარი ამ ყველაფრისთვის და ამ თანამშრომლობისთვის ღიაა. ჩვენი საკანონმდებლო ბაზა ადაპტირებულია ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ ვამბობ, თითეული მიმართულებით 60%-ზე მეტი შესრულებულია და 2030 წლისთვის საქართველოს მზად კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან არც ერთი ქვეყანა არ იქნება კავშირში წევრობისთვის. აი ამას ვაპირებთ ჩვენს როგორც მოკლევადიან პერიოდში, ასევე გრძელვადიან. გასაგებია. აუცილებლად უნდა გითხოთ კიდევ ერთი საკითხი დარჩა, ვიდრე დაგემშვიდობებით რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ 30 წლის შემდეგ პირველად პირდაპირ რეგულარული ფრენები განახლდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვნახეთ, რომელიც დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა სხვათა შორის თქვენი ოპონენტებისთვის, გაკეთდა საკმაოდ კრიტიკული განცხადებები მათი მხრიდან ამ მიმართულებით. ერთის მხრივ რა ბერკეტი აქვს საქართველოს ხელისუფლებას მსგავს შემთხვევებში, რომ აუხსნათ პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. და მსოფლიომ ძალიან კარგად იცის. რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ განვითარებულ მოვლენებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც სამწუხაროდ ჯერჯერობით მევრცელდება ჩვენი იურისდიქცია, ჩვენი გუნდი. ყველაფერს აკეთებს ისევ და ისევ იმ სამშვიდობო პოლიტიკიდან გამომდინარე და ისევ და ისევ იმ სამშვიდობო ხაზით რომელიც ჩვენ არჩეული გვაქვს, რომ ჩვენი დები და ძმები დავიბრუნოთ და აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამას ყოველთვის და საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს თითოეულ ჩვენ გადადგმულ ნაბიჯს. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, არ დაგვავიწყდეს ვინ აკეთებს ამ განცხადებას. ამ განცხადებას აკეთებს ის ქვეყნის მოღალატეები, რომელთაც ჯერ იმ მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელი მოაწერეს და შემდეგ იმ მოღალატეობრივ დასკვნას დაეთანხმნენ და ჩვენი ქვეყანა დაადანაშაულებს ომის დაწყებაში. ესაუბრებიან ამ ყველაფერს ის გუნდს, რომელმაც კიდევ ერთხელ, როგორც გაზეთების დასაწყისში აღნიშნე, ერთხელ და საბოლოოდ ორ უმაღლეს საერთაშორისო ინსტანციაში საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამათ მიერ ღიად დატოვებულ საკითხს და საბოლოოდ დაარქვა რუსეთს ოკუპანტი. აი ამათ საბუთს დაუპირისპირდა პირდაპირ მნიშვნელობით, რომელიც 2007 წელს გაფორმდა სამაჩაბლო მხედველობაში, სადაც შემოხაზა ბატონმა სააკაშვილმა, რომელიც დღეს პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევა საკნიდან თუ ვიპ საკნიდან საიდანაც არის, აი ამას დაუსვა ჩვენმა გუნდმა წერტილი. ასე რომ მათი მხრიდან ნებისმიერი კრიტიკა, როდესაც ეხება რუსეთს და ოკუპაციას საქმე, ხო? მინიმუმ ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს, რომ ამაზე საერთოდ კომენტარი გააკეთო. და ბოლოს ბატონო ირაკლი, რა გაჩვენათ განვლილმა ექვსმათვემ საინტერესოა, რა გამოწვევები დაგრჩათ, განსაკუთრებით საინტერესო არის ეს ნაწილი. მას შემდეგ რაც მიიღეთ ნდობის მანდატი უმრავლესობის. რაც გვაჩვენა ბოლო ექვსმათვემ გვაჩვენა ის, რომ ქვეყანა მუშაობს, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, არის ახალი ინიციატივები, ეკონომიკა იზრდება, 9%-იანი ზრდა არის აგერ კვარტალში დაფიქსირებული და ვემზადებით, ესე ვთქვათ, თვითმმართველობის არჩევნებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით 64 მუნიციპალიტეტში მეათე საიუბილეო გამარჯვებას იზეიმებს ქართველი საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ჩვენი გადაცემის სტუმარი ირაკლი კირცხალია, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს და